არც 1%-ით ამას არ ვუშვებ, ვერც კი წარმოვიდგენ. მინდა მივმართო ქალბატონ ლილის, დედამთილ ლილის. აი ამ საკითხებს რომ ომარის მაიკა რატომ არის შემოხეული, რატომ არ ემთხვევა დნმ და ბავშვის ნაკაწრზე რატომ არ ემთხვევა მაგდას დნმ. მე კი არ უნდა ვინტერესდებოდე ასე ძალიან. თქვენ უნდა ინტერესდებოდეთ ქალბატონო დედამთილო და მე თქვენ სახალხოდ გიწევთ, უпростоრად შენ დედამთილო ლილი სახალხოდ გიწევ დებატებში და გასცემ ყველა იმ პასუხს, რაზეც არ დანაშაულებ ჩემ შვილს. და ჩემ კითხვებს გასცემ პასუხს და თუ შენ უარს იტყვი ჩემთან დაპირისპირებაზე, მაშინ ეჭვი მიჩნდება ლომის წილი ხომ არ მიგიძღვის სამშაუბნელ საქმეში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რატომ არ ინტერესდები შენი შვილის მკვლელობის დეტალებით და რატომ უნდა ვინტერესდებოდე მე ასე დაწვრილებით ჩაძიებას. ნახევარი ყური სად იყო გამქრალი? სად არის გამქრალი თორნიკეს ჯვარი? ეს ხოა ის სცენარი, აი უბრალო თვალით რო შევხედოთ რომ ნაბრძოლია, ეთყობა მამაშვილი ხომ ერთად გასულა და ნაბრძოლია რომ ბავშვს არ აძლევდა ვთქვათ. როგორ არის გაწყვეტილი აბა თორნიკეს ეს ჯვარი და ეს დაკარგულია ეს ჯვარი? რატომ არის აღმოჩენილი იმ წინდებზე ომარისა, იმ ტანსაც თავის არეში ბალახის მაგვარი მასალები, ძაფებს რა უნდა იმ ჭრილობებში რა ხდება ვერ ვიგებ. მე ამას კიდე დეტალებში ვერ ვაყალიბებ, როგორც შეიძლება ეს დაცვის ხარემ წარმოადგინოს ან ექსპერტიზის ტერმინოლოგიით, მაგრამ მე ასე გადმოგცემთ უბრალოენად, რომ ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომ დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. რა თქმა უნდა, ჩემი შვილის გულის სიღრმეში რომ ჯეროდეს, რომ მაგდამ ეს გააკეთა და ეს საჭირო კითხვები არ მქონდეს თავში, პირველ რიგში მე დავსჯიმე ჩემ შვილს. პირველ რიგში მე ვარ ის ადამიანი, ვინც თქვათ შევრცხვი საქვეყნოთ და ასეთი რაღაც მოხდა. ამას როგორ ვაპატიებ მე ჩემ შვილს? ყველას ინტერესი ის არის, ვინ ჩაიდინა. ეს არის მამაკაცის ხელით ჩადენილი დანაშაული. ნამდვილად ვერ დავადებ ხელს, რომ აი ამან და ამან. ეს რაც არ დამინახია, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის მამაკაცის ხელით ჩადენილი. მე არ ვიცი, ვინ ვისაფარებს ხელს, ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ მაგრამ ძალიან საეჭვოა ის ვითარება, როდესაც გამამძიებელი პირველივე დღეს ვერ ხედავს იმ დივანზე, ეგრეთ წოდებულ დივანზე, რაზეც თურმე მკვლელობა მოხდა, სისხლიან ლაქებს ვერ ხედავს. თვენახევრის მერე დედამთილი აცხადებს, იბარებს უпростоრად გამამძიებელს და აჩვენებს ყავისფერ ლაქებიან ტახტს, მერე ხდის თურმე დასჭირდა თვენახევრის მერე და სისხლიან ლაქებს ხედავს იქ. ხალხო მოგმართავთ ყველას, თვენახევრის განმავლობაში, ნუ თუ ოდნავი სუნი ვერ იგრძნო დედამთილმა, ან ერთხელ მაინც არ გადაფენთხა ის გადასაფარებელი, რომელზეც ამდენი ნივთები იდო გას სხვა ოთახში სამძიმრის პერიოდში, როცა შემოიტანა არ გადაფენთხა ის ყავისფერი ლაქები, თვენახევრის მერე უნდა აღმოაჩინო ადამიანმა, არ მექნება პრეტენზია მე ამ საკითხებზე, დიახაც მექნება, რა თქმა უნდა. რაღაცას მალავს ამისი ეჭვი მაქვს. აი რაღაცას ხელს აფარებს. თუ არა და თვენახევრის განმავლობაში რატომ არ წარადგინა ის სისხლიანი ტახტი? სულმა არ შეაწუხა ხალხო, ბოლოს და ბოლოს სულმა არ შეაწუხა? მით უმეტეს ზამთარი იყო და ის ოთახი თბებოდა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. როგორ არ დასჭირდა ნივთი იქ? მტვერის გადაწმენდა არ დასჭირდა?